მთავარი ამბავი, რაც საერთოდ ჩვენ ეპოქაში ხდება და მინდა ეს დოკუმენტურადაც დავადასტურო, ეს არის დევიდ როკფელერის ესე ვთქვათ, სამხრივ კომისიას რო მიმართავდა 1991 წელს. ჩვენ მადლობას ვუხდით Washington Post, New York Times, Journal Times და სხვა გამომცემლობებს, რომელთა რედაქტორებიც ესწრებოდნენ ჩვენ შეკრებებს და 40 წლის განმავლობაში ერთგულად ასრულებდნენ პირობას არ გაემხილათ საიდუმლო. ჩვენთვის შეუძლებელი გახდებოდა ჩვენ გლობალური გეგმების განვითარება თუ ამ წლების განმავლობაში მოვექცეოდით პრესის პროჟექტორების შუქში, მაგრამ თანამედროვე მსოფლიო მზად არის მსოფლიო მმართველობაზე გადასასვლელად. ინტელექტუალური ელიტის და მსოფლიო ბანკირების ზენაციონალური ბატონობა ცალსახად აღემატება ეროვნულ თვითგამორკვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ საუკუნეებში. დევიდ როკფელერი სამხრივი კომისიისადმი მიმართვიდან 1991 წელი. ხო, ვიცი, სხვა რაღა დავამატო ეხა ბარბაროსების და ბავშვების მჭამებლების და პედოფილების და სისხლის მსმელების ამბავს მე არ ვიცი, ხო? ეხა მეტყვია რომ პუტინზე რატო არ იძახი არაფერს? რუსეთზე რატო არ იძახი არაფერს პუტინზე? ესე იგი რომ დავიწყებ ლაპარაკი, ჯერ პუტინს უნდა ვაგინო, ხო? მე უნდა დავიწყო ამაზე ლაპარაკი. კაი, ეგრე იყოს რა. ვაიმე, რა გეშველებათ რა.